თოფურიას შესანიშნავი დებიუტი. რა მსგავსებას ხედავენ ძმებს შორის. მიქაუტაძის კომენტარი გოლის შემდეგ და ბორჯღალოსნების მორიგი ისტორიული შედეგი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე. დავიწყოთ ავსტრალიიდან, სადაც ალექსანდრე თოფურიას შესანიშნავი დებიუტი შედგა. ქართველმა მებრძოლმა სიდნეიში გამართულ UFC 312-ზე ავსტრალიელი მეტოქე ალექსანდრე ვოლკანოვსკის გუნდის წევრი დაუმარცხებელი კოლბი თიქნესი 3 რაუნდის შემდეგ საჭთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თოფურიამ მეტოქეს აბსოლუტურად ყველა ასპექტში აჯობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახიფათო სიტუაციებში 15 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ აღმოჩენილა. აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსანდრემ სადებიუტო პირველივე რაუნდში შესანიშნავი სუპლექსი შემოგთავაზა. ისევე როგორც ეს ილია თოფურიამ გააკეთა UFC-ს სადებიუტო ბრძოლის დროს. ძმებს შორის რომ მსგავსება დიდი, ამას გულშემატკივრებიც აღნიშნავენ და სოციალურ ქსელში ამ გდების გარდა სხვა მსგავსების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებენ. სწორედ ამ გდებაზე და ბრძოლის სხვა დეტალებზე ისაუბრა ალექსანდრემ გამარჯვების შემდეგ. ფიზიკურად და ემოციურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩემი საქმის გაკეთება კარგად შევძელი. მადლიერი ვარ კოლბის, რადგან მან ისეთი რამ მომცა, რაც აქამდე არ მქონია. ჯერ 3 რაუნდი არავისთან მიჩხუბია. ამ ბრძოლამ მომცა გამოცდილება და გამხადა უფრო ძლიერი ვიდრე ვიყავი. როდესაც ბრძოლა დაიწყო, მე ის მარჯვნიდან დიდ დარტყმაზე დავიჭირე და შევაბარბაცე. ამ დროს ილიამ დამიძახა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა. მე მქონდა ორი არჩევანი. გიჟივით გამეგრძელებინა მისი დაწნეხვა, ან დავლოვდებოდი შესაბამის მომენტს და გამარჯვებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივსულიყავი. გადავწყვიტე, რომ ის კონტროლის ღრმა ოკეანეში ჩამეთრია, ჩემს ოკეანეში და 3 რაუნდის შემდეგ უეჭველი გამარჯვება მქონოდა. რა თქმა უნდა, კარგ გდებებს ქულები მოაქვს, თუმცა როცა მე კოლბის უკან აღმოჩნდი, მშვენიერი გდება ქულების გამო არ გამიკეთებია. გამახსენდა, რომ ილიამ საკუთარი დებიუტისას სწორედ სუპლექსი გამოიყენა და მეც ბევრი არ მიფიქრია. ვფიქრობ, ეს მშვენიერი მომენტი იყო. ყურადღება არცეთი წამით მომიდუნებია. ბრძოლისას 4 სხვადასხვა მხრიდან 4 მწვრთნელის რჩევებს ვისმენდი და ვითვალისწინებდი. ჩემთან ილია, გურამი და მერაბი იყვნენ. საუკეთესოები. რაც შეეხება სიმღერას, ბავშვობაში მე და ილია მხოლოდ ისეთ ფილმებს ვარჩევდით, სადაც ომი იყო. გლადიატორი კი იყო ის ფილმი, რომელსაც ვუყურებდით და დამთავრების შემდეგ ისევ თავიდან ვრთავდით. სწორედ ამიტომ გამოვედი ოქტაგონზე გლადიატორის მუსიკის ფონზე. გარდა იმისა, რომ ალექსის კუთხეში ჩემპიონი ძმა ამხნევებდა, მის ბრძოლას ადგილიდან ქომაგობდა კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი. უფრო მეტიც, ჩვენმა მებრძოლებმა გამარჯვება აჭარულის ცეკვით აღნიშნეს. ალექსანდრეს სადებიუტო შეხვედრის შეფასება ილია თოფურიასაც თხოვეს. ქართველმა ჩემპიონმა კი განაცხადა, რომ თუ ღმერთის ნება იქნება, ძალიან მალე საქართველოს UFC-ს 3 ჩემპიონი ეყოლება. ნამდვილად, იმედია, რომ ეს ასეც მოხდება, რადგან ამის ყველა შესაძლებლობა არსებობს. აქვე შეგახსენებთ, რომ მომდევნო ქართველი, რომელიც UFC-ში იჩხუბებს, რომან დოლიძია, რომელიც 15 მარტს იტალიელ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდება. წარმატებები ვუსურვოთ რომანს ამ ბრძოლაში. აქვე მოკლედ გეტყვით კიდევ ერთ კარგ ამბავს. 15 წლის ზუკა ჭეშმარიტაშვილმა, რომელსაც უკვე რამდენჯერმე გიამბეთ, საფრანგეთის MMA-ის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. ქართველმა მებრძოლმა სადებიუტო შეხვედრაში 2 გზის მსოფლიოს და 6 გზის საფრანგეთის ჩემპიონი დაამარცხა. ფინალში კი ჩემპიონობა თანა გუნდელს დაუთო. წარმატებები ვუსურვოთ ზუკას სპორტის ამ სახეობაში. ახლა კი მოკლედ ფეხბურთი და ლიგა 1-ის 21 ტური, სადაც გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ლიონი საკუთარ მოედანზე რეიმს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 4-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლიონის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ თავის მეორე შეხვედრაში ქართველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ბოლომდე შეუცვლელად ათამაშა. ამ დროის განმავლობაში მიქაუტაძე აქტიურობდა და ლამაზი ეპიზოდებიც ჰქონდა. საბედნიეროდ ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშეც არ დატოვა და შეხვედრის მიწურულს გოლიც გაიტანა. რის შემდეგაც მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეერა, რომ გოლს გაიტანს. 91 წუთამდე შანსი არ მქონდა. მაგრამ ბოლოსკენ ერთი შანსი მივიღე და გამოვიყენე. სანამ გავიტანდი, გავიფიქრე, რომ ეს ერთადერთი შანსი იყო და აუცილებლად უნდა გამეტანა. ასეც მოვიქეცი. ვიცოდი, სადაც ჩააწვდი და ბურთს, რადგან შეხვედრის წინ და ვარჯიშის დროსაც ამაზე ხშირად საუბრობდით. ვიცოდი, რომ ძელისკენ უნდა გავქცეულიყავი და ფეხი დამეტო. რაც შეეხება ფონსეკას, მასთან ერთად მომენტების შექმნას ვახერხებთ და ასევე თავს ერთიანად ვიცავთ. ერთიანობით სულ უფრო და უფრო უკეთესები ვხდებით და ეს მომავლისთვის კარგია. 21 ტურის შემდეგ ლიონი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-6 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 16 თებერვალს სტუმრად მონპელიესთან გამართავს.
ზულიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი კი რენთან 0-2 დამარცხდა. ქართველმა ამ შეხვედრაში 85 წუთი ითამაშა და რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება ვერ შეძლო და შეხვედრაში საშუალო შეფასება დაიმსახურა. მწვანეები 18 ქულით ლიგა 1-ის მე-16 ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრას 15 თებერვალს გასვლაზე მარსელის წინააღმდეგ გამართავენ. ესპანეთის ლა ლიგის 23 ტურში კი მამარდაშვილის ვალენსიამ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს ლეგანეს უმასპინძლა და მეტოქე 2-0 დაამარცხა. გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც 90 წუთის განმავლობაში 4 სეივი შეასრულა და მიმდინარე სეზონში საკუთარი კარი მშრალად მეხუთე შეინახა. ამ გამარჯვების შემდეგ ვალენსიამ 22 ქულა დააგროვა და მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში 15 თებერვალს ქართველის გუნდი ვალენსიურ დერბში სტუმრად ვილიარეალს დაუპირისპირდება. გერმანიის ბუნდესლიგაში კი სამწუხაროდ ბუდუს იბზივაძის უგოლო სერია გრძელდება. 21 ტურში ფრაიბურგმა ჰაიდენჰაიმი 1-0 დაამარცხა. 30 წლის ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა, თუმცა პირველ ტაიმში ბუდუმდე ბურთი იმდენად იშვიათად და რთულად მიდიოდა, რომ ქართველმა პირველი პასი 34 წუთზე გააკეთა. ბუდუს პირველ ტაიმში ბურთთან მხოლოდ 12 შეხება ჰქონდა. ამ მარცხით კი ჰაიდენჰაიმს 14 ქულა აქვს და გასავარდ ზონაში მე-16 ადგილზეა. იმედია, რომ ბუდუ უგოლო სერიას შემდეგ შეხვედრაში კონფერენს ლიგაზე შეწყვეტს, სადაც 14 თებერვალს ჰაიდენჰაიმი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენს დაუპირისპირდება. ინგლისის ჩემპიონშიპის 31 ტურში კი გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი სანდერლენდს ესტუმრა და ფრედ 2-2 ითამაშა. ქართველმა შეხვედრა ძირითადიდან დაიწყო და ტრადიციულად აქტიური იყო. რამდენიმე დამახასიათებელი დრიბლინგის გარდა ჩაკვემ 47 წუთზე საგოლე შეტევაც წამოიწყო. გიორგიმ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა. უოტფორდი კი 42 ქულით მე-10 ადგილზეა და საპლეი-ოფ ზონას 3 ქულით ჩამორჩება. 32 ტურში ტომ კლევერლის გუნდი შინ ლიდს დაუპირისპირდება. იტალიის სერიას 24 ტურში კი საბა გოგლიჩიძის ემპოლი შინ მილანთან 0-2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გოგლიჩიძე ძირითადში არ იყო, თუმცა 28 წუთზე თამაში იძულებითი ცვლილების შემდეგ ჩაერთო და ძირითადად ჟოუ ფელიქსის წინააღმდეგ თამაშობდა. მარცხის მიუხედავად საბა ბევრ მომენტში დამაჯერებლად და ზუსტად მოქმედებდა. ემპოლის იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 9 შეხვედრა არ მოუგია. შედეგად ქართველის გუნდი 21 ქულით მე-17 ადგილზეა და ამ მომენტში გასავარდ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ახლა კი NBA, სადაც სამწუხაროდ გოგა ბიტაძის და სანდრო მამუკელაშვილის დაპირისპირება არ შედგა. ორლანდო მეჯიკმა სან ანტონიო სპურსი 112-111 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში ტრადიციულად იყო გოგა ბიტაძე, რომელმაც 26 წუთსა და 21 წამში 2 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზეა 9 მოხსნა და 1 ჩაჭრაც. ესპანეთის მორიგ ტურში კი ტენერიფე მურსიას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 78-77 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა შეხვედრაში 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულის, 5 მოხსნის და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ტენერიფეს 30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ნიდერლანდებს უმასპინძლა და დამაჯერებლად 40-7 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კი ბორჯღალოცნებმა 2027 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ უელსის ნაკრებმა იტალიასთან წააგო, რის შედეგადაც განახლებულ მსოფლიო რეიტინგში ბორჯღალოცნები უელსზე წინ მე-11 ადგილზე იქნებიან, რაც ჩვენთვის ისტორიული შედეგია. ბოლოს წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.